წარმოადგინა გეგმა უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს მოთხოვნა რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ ვლადიმირ პუტინს წაუყენა და რუსეთის პრეზიდენტი შედრულია. მის პარლამენტს ასეთი რამეების თმა არ ეკუთვნის. ამ ხალხმა იცის, რომ მათ უნდა დაიხარონ და ბეჯზე აკოცონ. აკრძალულია თუ არა ეს უკვე ითქვა, ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. რუსეთი დაშლის ზღვარზეა და ეს ყველაფერი პუტინის ბრალია. პუტინი გაცოფებულია. მაგრამ ის ასევე აღიარებს, რომ მას რეალობის მწარე დოზა მისცა იმ ერთმა ადგილმა, რომელიც თითქოს მის ნარატივს უნდა ამყარებდეს. განცხადებებმა, რომლებმაც რუსეთის პარლამენტი შეძრა და კრემლის გულში შოკის ტალღები გაგზავნა, ვიაჩესლავ მარკაევმა პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილ ნარატივს გამანადგურებელი პასუხი გასცა. სახელმწიფო დუმის დეპუტატი და რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი, რომელიც ერთ-ერთ იშვიათ ძალას წარმოადგენს თანამედროვე რუსეთში, ვინც ცდილობს პუტინს დაუპირისპირდეს. მარკაევმა გრძელი ტირადა წარმოთქვა, რომელშიც პუტინი არაეფექტურ ლიდერობაში დაადანაშაულა. შემდეგ ჩამოთვალა მიზეზები თუ რატომ ამტკიცებს, რომ მისი განცხადება 100%-ით სწორია. კორუფციის ტალღები, რომლებიც მთელ რუსეთში ვრცელდება, ოლიგარქია, რომელსაც პუტინის პოლიტიკა ამაგრებს. და ყველაზე მძიმე ბრალდება, მარკაევის თქმით, მოსახლეობის ყველაზე აქტიური და რეპროდუქციულად უნარიანი ნაწილის განადგურება. ეხლა ეს ყველაფერი პუტინის მხებზეა. მესიჯი ნათელია. პუტინმა მთელი რუსი თაობა უკრაინაში მის მიერ გაჩაღებულ სისხლის ვრას შესწირა და დროა პასუხი აგოს ამისთვის. ილუზიების დრო დასრულდა. ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა და ამისთვის პასუხისგებლობა მთლიანად გამყარებულ მართლ ძალას დაეკისრება, განაცხადა მარკაევმა, როცა პუტინი მთელი რუსეთის პარლამენტის წინაშე გააკრიტიკა. მან დაამატა, თუ სიტუაცია გაგრძელდება, სოციალური არეულობა და ქაოსი უფრო მოსაუდნელი გახდება. დასავლეთი ამას აუცილებლად გამოიყენებს, რათა რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნარჩენები გაანადგუროს, განაცხადა მარკაევმა თავის ბოლო მიმართვაში რუსეთის ლიდერისადმი. ამ კომენტარების გამორჩეული თვისება მათი თავხედობაა. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკოსი, რომელიც ბუნდოვან განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა პუტინი არასწორი ადამიანებით არის გაშემორტმული და უნდა დაფიქრდეს კურსის შეცვლაზე. ეს არის გაფრთხილება, რომელიც რუსეთის პარლამენტიდან პირდაპირ ძალაუფლების ცენტრში გაისმა და ამბობს, რომ პუტინი წარუმატებელი ლიდერია, რომელსაც მალე თავის ადგილს მიუჩენენ. მაგრამ აი აქედან იწყება ყველაფერი, მართლაც სერიოზული პუტინისთვის. ეს უბრალოდ პარლამენტის რომელიმე თვითნებური წევრის თავდასხმა არ არის. მარკაევი წარმოადგენს რუსეთის შიგნით მზარდი რისხვის წყაროს, რომელიც ვრცელდება არამხოლოდ პუტინის პროკრემლის ბანდის სხვა წევრებზე, არამედ იმ ადამიანებზეც, რომლებზეც პუტინი იმედად აქვს, რომ მისი სისხლიანი უკრაინული კამპანიისთვის სიამოვნებით მოკვდებიან. მარკაევი უბრალოდ ბოლო გამორჩეული ფიგურაა რუსეთში, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ აქვს განწყობა. მაისის შუა რიცხვებში რენატ სულიმანოვმა, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის კიდევ ერთი სახელმწიფო დუმის დეპუტატია, ინტერვიუში განმარტა, რომ მისი აზრით სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დამანგრეველი გავლენა აქვს რუსეთზე. რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს უკრაინის ომის ხანგრძლივ გაგრძელებას, განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სამხედრო ხარჯები ახლა რუსეთის ბიუჯეტის 40%-ზე მეტს შეადგენს და რომ სამხედრო სექტორის პროდუქციას მომხმარებლური ღირებულება არ აქვს. ამავე დროს ბიუჯეტის მიღება შემცირებული სამხედრო ხარჯებით ყველაზე რთული საქმე არ არის. მაგრამ რა მოუვა თავდაცვის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს? ამჟამად შეიარაღებულ ძალებში მყოფი მილიონი ადამიანი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდება. სად არის სამუშაო ადგილები, ღირსეული ხიხელფასები და სოციალური ადაპტაცია? კითხა სულიმანოვმა. და მართალიც არის. პუტინს როგორც ჩანს არ აქვს გეგმა იმისთვის, რა მოხდება უკრაინის შემდეგ, ისევე როგორც არ აქვს გეგმა იმისთვის, რას ცდილობს რუსეთი ახლა უკრაინაში. და კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის ლიდერი. კარგი, ესენი რუსეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები არიან. ისინი უფრო გაბედულები ხდებიან, მაგრამ მაინც პუტინის ოპოზიციური პარტია. ამიტომ ბუნებრივია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებენ სახელმწიფო დუმაში. შეიძლება თუ დავივიწყებთ პუტინის მიდრეკილებას ილებას იმისკენ, რომ მის ოპონენტებს რაღაცნაირად გულაგებში ამოყოფინონ თავი, ან ღია ფანჯრებიდან გადაცვენ. მაგრამ ხაზგასასმელად პუტინს მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აკრიტიკებენ. კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც პუტინის მმართველობის დასრულებას მოითხოვს, არის ილია რემეზლოვი. ომის უმეტეს ნაწილში ის პუტინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაამებელი იყო. როგორც სხვები წლები გაატარა პუტინის რეჟიმის კრიტიკოსების დევნაში და ჟურნალისტების წინააღმდეგ შავი კამპანიების ჩატარებაში, ვინც გაბედა და პუტინის მარცხები გამოავლინა. ეხლა რემეზლოვმა ზურგი აქცია პუტინს. ის კრემლის მხარდამჭერიდან პუტინის წინააღმდეგ გადაერთო, როცა ტელეგრამზე თავის 90,000 გამომწერს პოსტი გაუზიარა და აუხსნა მიზეზები, რატომ აღარ უჭერს მხარ პრეზიდენტს, რომელსაც წლების განმავლობაში სიყვარულს ეფიცებოდა. კვლავ ხედავთ იგივე ტიპის არგუმენტაციას. სუსტი სამხედრო ხელმძღვანელობა, რუსი ხალხის ერთი თაობა დაღუპული წარუმატებელი ომის გამო, რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი.
პუტინი არალეგიტიმური ლიდერია. თავის სტატიაში ამტკიცებს რემეზლოვი და ის უნდა გადადგეს და გასამართლდეს როგორც ომის დამნაშავე. არ შეგეშალოთ, ეს მოწინააღმდეგეები ვირთხები არიან და ისინი აკეთებენ იმას, რასაც ვირთხები აკეთებენ. გარბიან ჩაძირვის პირასპყოფი გემიდან, როცა ხედავენ რომ ის მალე ჩაიძირება. აი ეს არის პუტინი ამჟამად. გემი, რომელიც ღია ზღვაში აფეთქებულია. ისინი, ვინც ოდესღაც მხარს უჭერდა მას, გარბიან. ისინი, ვინც შესაძლოა მხოლოდ იმის შიშით აჩვენებდნენ მხარდაჭერას, თუ რას გააკეთებდა ის, თუ კი ამას არ იზამდნენ, ახლა ბევრად უფრო გაბედულები ხდებიან. შიში გაქრა. გზავნილი ვრცელდება. რუსეთის სრული სოციალური კოლაფსის ზღვარზეა და ეს ყველაფერი პუტინის ბრალია. პუტინი შეიძლება გაბრაზებული იყოს იმაზე, რასაც ეს პოლიტიკოსები და ყოფილი თანამოაზრეები მასზე ამბობენ, მაგრამ ის შეშინებული იქნება იმ ფაქტით, რომ მათი სიტყვები, როგორც ჩანს, რუს მოსახლეობაში პოულობს გამოხმაურებას. თუ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი ფიგურა აკრიტიკებდა პუტინს, რუსეთის ლიდერს დიდი შეშფოთება არ ექნებოდა. რუსეთში უამრავი ღია ფანჯარაა და საკმარისზე მეტი შესაძლებლობა არსებობს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა სახიფათო ვარდნა განიცადოს. მაგრამ პუტინის ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ რუს მოსახლეობაში არსებობს უკმაყოფილების ფარული ტალღა, რომელიც პარლამენტარების პისპირიდან ამოფრქვეულ მთელ ამ რისხვას თან ერთვის. მოდით შევხედოთ გამოკითხვებს. მოიცადეთ ერთი ძამით, ამას ვერ გავაკეთებთ. რატომ? როგორც ტელეგრაფი იუწყება, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი, ანუ FSIMI, რომელიც სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, აღარ გამოაქვეყნებს პუტინისადმი ღია ნდობის რეიტინგებს. ჩვენ აქ ირონიულად არ ვამბობთ ღიას. FSIMI ატარებს როგორც ღია, ასევე დახურულ გამოკითხვებს. მეორე შემთხვევაში გამოკითხვის ორგანიზატორი პირდაპირ ეკითხება რესპონდენტებს, ენდობიან თუ არა პუტინს და მის გარემოცვას. მაგრამ ღია გამოკითხვები განსხვავებულია. ასეთ გამოკითხვებში რესპონდენტებს თხოვენ დაასახელონ პოლიტიკოსები, ვისაც ენდობიან, ყოველგვარი მინიშნების გარეშე. და სწორედ ეს გამოკითხვები გაძლევთ საშუალებას ნახოთ, როგორია საშუალო რუსის ნდობის რეალური დონე პუტინის მიმართ 2026 წელს. მარტში პუტინზე დახურულ გამოკითხვებში მონაწილეთა 70%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ენდობიან რუსეთის ლიდერს. არა ისეთი მაღალი, როგორც პუტინს სურდა ენახა, მაგრამ საკმარისად კარგი იმ ტიპის გამოკითხვისთვის, რომელსაც თან ახლავს ფარული გაფრთხილება, რომ ვინც იტყვის ლიდერს არ ენდობა, შეიძლება დაისაჯოს. მაგრამ იმავე თვეში ჩატარებულ ღია გამოკითხვებში, მხოლოდ 29.5%-მა რუსმა დაასახელა პუტინი პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან, სანამ ასეთი ტიპის გამოკითხვები აპრილში უცნაურად შეწყდებოდა. ეს გეუბნებათ ყველაფერს, რაც ნამდვილად უნდა იცოდეთ. როდესაც მათ პირდაპირ პუტინზე არ ეკითხებიან, რუსეთის ხალხი ამბობს, რომ ისინი ენდობიან ყველას, გარდა მისი, იმ საქმეში, რომელსაც ის უკვე მე-4 საუკუნეზე მეტი აკეთებს. მოდით უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ამ გამოკითხვებს. 22 მაისის სტატიაში მედუზამ გამოავლინა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფონდის გამოკითხვებმა, რომელიც რუსეთის წამყვანი სოციოლოგიური ორგანიზაციაა, აჩვენა, რომ პუტინის საერთო რეიტინგი ერთ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ის მაინც შედარებით მაღალი იყო, 71% ამბობდა, რომ ფიქრობდა, პუტინი საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის საქმეს. მაგრამ გაიხსენეთ, რაც უკვე ვნახეთ ასეთი დახურული ტიპის გამოკითხვების შესახებ. როდესაც პუტინზე პირდაპირ ეკითხებიან, რუსების უმეტესობა შიშის გამო ავტომატურად ამბობს, რომ ის კარგ საქმეს აკეთებს. ამ კონკრეტული გამოკითხვისგან ბევრად უფრო საინტერესოა ის, რომ გამოკითხულთა 14% საკმარისად გაბედული აღმოჩნდა, რომ პირდაპირ ეთქვა, პუტინი საკმაოდ ცუდად ასრულებს თავის საქმეს, რაც ყვავაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 1 წლის განმავლობაში. ასე რომ პუტინის მიმართ რწმენა მხოლოდ კომუნისტური პარტიის დეპუტატებსა და პროკრემლის ყოფილ პროპაგანდისტებს კი არ დაუკარგავთ. რუსი ხალხი, როდესაც გულწრფელად პასუხობს, თავის ლიდერს ეუბნება, რომ აღარ ენდობა მის განსჯას. მაგრამ ეს მხოლოდ ის შედეგები და ქმედებებია, რომლებიც საჯაროდ გვინახავს. რუსეთში უკმაყოფილება გაცილებით უფრო ღრმაა, როგორც გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს. პუტინის მხარდაჭერა უბრალოდ არ ირყევა, არამედ უფსკრულში ეშვება. ეს რუსეთის ლიდერისთვის ყველაფერს ცვლის. და სანამ ახსნით რატო, ერთი მოკლე შენიშვნა. ეს არის The Military Show და სწორედ ასეთი ანგარიშების გამო ვქმნით ვიდეოებს. ჩვენ ვამხელთ უკრაინის ომის რეალობას და სირმისეულად ვიგვლევთ სათაურებს მიღმა. თუ მოგწონთ ის, რასაც უყურებთ, არ დაგავიცვეთ განდეთ გამოიწეროთ და დაუჭიროთ არხს მხარი. მარკაევის მძაფრი გამოსვლის შემდეგ თავისი ლიდერის წინააღმდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ კრემლის სიღრმიდან საიდუმლო რუსული დოკუმენტები ჩაავლო ხელში. ზელენსკის თქმით, ამ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია რუსეთის ლიდერისთვის არასახარბიელოა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების უკმაყოფილების ეგრეთ წოდებული პროგნოზული მაჩვენებლები პუტინით სტაბილურად გაიზრდება და დაამატა, რომ მან უკვე დაიწყო შეგუება იმ აზრთან, რომ უკმაყოფილების ზრდის შეჩერება შეუძლებელია. და ეს მაჩვენებელი სექტემბრამდე არ დასტაბილურდება, როცა რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ციფრები საშინლად გამოიყურება თუ ვლადიმირ პუტინი ხარ. კრემლის შიდა პროგნოზების მიხედვით, 2026 წლის სექტემბერში, როცა სახელმწიფო დუმის არჩევნები დაიწყება, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 55% დაამტკიცებს პუტინის ქმედებებს. პუტინისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ პროგნოზის მიხედვით 33% ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას, ხოლო კიდევ 12% ან გაურკვეველია, ან სხვა კატეგორიაში გადის, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიყვარს და ვენდობით ჩვენს პრეზიდენტს.
პუტინს ეს ანგარიში უკვე მოუმზადებელს მოუსწრებს. მაგრამ რაც ნამდვილად აშფოთებს მას, არის ის, რომ პარტია, რომელსაც ის მართავს, ერთიანი რუსეთი, მხარდაჭერის სტაბილურ კლებას განიცდის, როგორც ზელენსკი ამხელს. ეს პრობლემა სექტემბერში არჩევნების დროს წარმოიქმნება, რადგან ის შესაძლებლობებს აძლევს ოპოზიციურ პარტიებს, მაგალითად რუსეთის კომუნისტურ პარტიას, რომლის წევრებიც პუტინს ღიად აკრიტიკებენ და რუსეთის პარლამენტში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ. როგორც ჩანს, ერთიანი რუსეთის პარტიის გადაწყვეტა ამ პრობლემის მიმართ იქნება მნიშვნელოვნად მეტი გაყალბების გამოყენება, რათა მიიღონ ის შედეგები, რაც პუტინს სჭირდება სახელმწიფო დუმაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. სადაც არ უნდა გაიხედოს პუტინმა, ყველგან ხედავს რუს ხალხს, რომელიც მზადაა ცვლილებებისთვის. ისინი ხედავენ, რომ რუსეთი დაშლის სვარზეა და თიც პირდაპირ იმ კაცისკენ იშვერენ, რომელიც დღესდღეობით უფრო მეტროს ატარებს ბუნკერებში დამალული, ვიდრე თავისი ქვეყნის მართვაში. და როგორღაც ყველაფერი კიდევ უფრო უარესდება პუტინისთვის. გაჟონილი დოკუმენტები მხოლოდ პუტინისა და მისი პარტიის მხარდაჭერის კრახს არ აჩვენებს. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ დოკუმენტებში მოხსენიებული პროტესტის განწყობები რამდენიმე რუსულ რეგიონში გაზრდილია და ეს ზრდა გაზომვადია. ეს მტკიცება ემთხვევა United 24 Media's 14 მაისის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის შიგნით პროტესტის პოტენციალმა თითქმის 2 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ამ ანგარიშის მიხედვით დამოუკიდებელი ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების 20% ფიქრობს, რომ რუსეთში ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ პროტესტი შესაძლებელია. რაც ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს, თუ რატომ აცლება პუტინი ამდენ უკმაყოფილებას ამჟამად. კიდევ 14% ამბობს, რომ მიაჩნიათ პოლიტიკური მოთხოვნებით პროტესტებიც მოსაუდნელია. 2025 წლის ნოემბერში, როცა ლევადას ცენტრმა ბოლოს ჩაატარა ეს გამოკითხვა, პროცენტული მაჩვენებლები იყო შესაბამისად 16% და 11%. ესოცენტი ეს რიცხვები გაიზარდა. და როცა ამას სხვა ყველაფერსაც დაუმატებთ, რაც ახლა ხდება, აშკარაა, რომ რუსი ხალხი დაიღალა და მობეზრდა პუტინის მიერ თავს მოხვეული ომი, რომელიც აშკარად ანგრევს მათ ქვეყანას. ეს კარგად ხსნის, რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა. ზელენსკი გვიყვება რაღაცას გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, რაც გვიჩვენებს ერთ-ერთ მიზეზს, რატომაც პუტინის პოპულარობა იკლებს და რატომაც აკრიტიკებენ მას ახლა რუსეთის პარლამენტში. ჩვენ გჯერა, რომ ეს ანგარიშები არც კი ითვალისწინებს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პოტენციურ მოვლენებს, რომლებიც აუცილებლად იმოქმედებს სიტუაციაზე რუსეთში, ამბობს ზელენსკი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი ხალხის მასობრივი დაღუპვა დიდ როლს თამაშობს პუტინის პოპულარობის ვარდნაში და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, როცა რუსეთი ზაფხულის შეტევას დაიწყებს. დიდად რეკლამირებული გაზაფხულის შეტევა რუსეთისთვის ისედაც მძიმე აღმოჩნდა. იერიშემა, რომლებიც დონეცკის დაცემის საფუძველი უნდა გამხდარიყო, რუსეთს მასობრივი სიკვდილი და დაჭრები მოუტანა. მარტსა და აპრილში რუსეთმა დაახლოებით 35,000 ჯარისკაცი დაკარგა უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების შედეგად. მაისიც დიდად არ განსხვავდებოდა, რადგან რუსეთის საბრძოლო დანაკარგებმა 30,000 გადააჭარბა, რაც გაზაფხულის შეტევის შედეგად დაახლოებით 100,000 რუსის დაუპას ან დაჭრას ნიშნავს. ეს ასახულია გაჟონილ კრემლის ანგარიშში, მაგრამ პროგნოზები, როგორც ჩანს, არ ითვალისწინებს იმას, რაც რუსეთს ელოდება ზაფხულის განმავლობაში, როცა ის კიდევ უფრო გააძლიერებს შეტევებს. პირველი ნიშნები პუტინისთვის კარგი არ არის. მხოლოდ 13 ივნისს რუსეთმა დაკარგა 1440 ჯარისკაცი, იტყობინება პრავდა. ასე რომ, უკვე დამანგრეველი დანაკარგების რაოდენობა არ მცირდება. თუ რამეა, ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. პუტინის პასუხი ამაზე იყო ეტაპობრივი მობილიზაციის დაწყება, რაც კიდევ უფრო მეტ რუსის სიკვდილს გამოიწვევს და შედეგად კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას საზოგადოებაში, რომელიც უკვე ფიქრობს, რომ პუტინი მათ ქვეყანას დაღუპვისკენ მიიყვანს. 13 ივნისს გაზეთმა პრავდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ დეკრეტს, რომელმაც რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო ნებადართული რაოდენობა 2,399,130-მდე გაზარდა, საიდანაც 1,510,000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ვერ ასრულებს მოხალისეთა მიღების გეგმას. Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ 2026 წლის პირველ 3 თვეში რუსეთში ჯარში წასვლაზე 70,500 ადამიანმა მოაწერა ხელი, რაც 30,000-ით ნაკლებია რუსეთის მიზანზე და თითქმის 20,000-ით ნაკლებია, ვიდრე 90,000, ვინც 2025 წლის იმავე პერიოდში დარეგისტრირდა. თუმცა პუტინი ამბობს, რომ რუსეთის არმია უნდა გაიზარდოს. ამ ეტაპზე ჩანს, რომ მობილიზაცია იქნება მისი ერთადერთი გამოსავალი და ეს ნიშნავს, რომ უკვე არსებული რისხვა რუსეთში, რომელიც გამოწვეულია ახალგაზრდა კაცების თაობის დაკარგვით, როგორც მარკაევმა განაცხადა სახელმწიფო დუმაში, მხოლოდ გაძლიერდება. ეს ცუდია პუტინისთვის, მაგრამ უფრო უარესია ის, რომ რუსების რისხვა სცდება მხოლოდ იმ მასშტაბურ სიკვდილს, რომელიც პუტინის შეჭრის შედეგად მოხდა. როგორც ტელეგრაფია აღნიშნავს, რუსეთის თავდაცვის ხარჯები იმ დონეს მიაღწია, რაც ცივი ომის დროიდან არ გვინახავს. ამბობენ, რომ სამხედრო ხარჯები 2026 წლის დასაწყისში 30%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ პუტინის ომი რუსეთის მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების 46%-ს შეადგენს. მილიტარნიო ამ შეფასებას ადასტურებს ანგარიშში, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ყოველი მეორე რუბლი ომზე იხარჯება. გაიხსენეთ ლევადა ცენტრის გამოკითხვები, რომლებიც ადრე ვახსენეთ.
ლევადამ დაადგინა, რომ რუსების 20% ფიქრობს, რომ პროტესტები მოსალოდნელია, რადგან რუსეთში ცხოვრების დონე იკლებს. ეს აბსურდული სამხედრო ხარჯები ამ პროტესტების საფუძველი გახდება, რადგან სწორედ პუტინის ომზე აკვიეტება მიაქანებს რუსეთს ეკონომიკურ უფსკრულში. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ამაზე ღიად ისაუბრეს და შეუერთდნენ იმ ხმებს, რომლებიც პუტინს მოუწოდებენ, ან ცვლილებები შეიტანოს, ან თავად გადგეს გვერდზე. რუსეთის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი ელვირა ნაბულინა უკვე დაახლოებით 1 წელი არის, რაც მოახლოებულ ეკონომიკურ კრიზისზე აფრთხილებს. 2025 წლის სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს ნაბულინამ და სხვებმა გააფრთხილეს, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიას უახლოვდება. თითქმის 1 წლის შემდეგ, 2026 წლის აპრილში, მან განაცხადა, რომ რუსეთს 2.5 მილიონი მუშახელის დეფიციტი აქვს, რაც მისი თქმით, თანამედროვე რუსეთის ისტორიაში არასდროს უნახავს. ნაბულინა შეიძლება არ ითხოვდეს პუტინის გადადგომას, როგორც რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრები, მაგრამ ის აშკარად მიუთითებს, რომ რუსეთის მდგომარეობაში პუტინის ეკონომიკური პოლიტიკაა დამნაშავე. რას ამბობს ნაბულინა 2026 წლის ზაფხულში? როგორც ჩანს, ბევრი არაფერი. ნაბულინა არ ყოფილა იმავე ფორუმის 2026 წლის ვერსიაზე, სადაც 1 წლით ადრე რეცესიის შესახებ გააფრთხილა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის არ გამოჩენილა. მან ასევე გამოტოვა საპროცენტო განაკვეთის შესახებ შეხვედრა პუტინთან და მის მინისტრებთან ივნისის პირველ კვირაში. კრემლი აცხადებს, რომ ის ავადმყოფობის გამო შვებულებაშია. ეს არის რუსეთი და ნაბულინა მიუთითებდა ეკონომიკურ კრიზისზე, რომლის გამჟღავნებაც პუტინს არ სურს. ის ნამდვილად ავადმყოფობის გამო შვებულებაშია, თუ მას განზრახ აშორებენ გადაწყვეტილებების მიღების შეხვედრებს, რომლებიც მის აზრზე უნდა იყოს დაფუძნებული. როდესაც ის ხედავს, როგორ ინგრევა მისი ქვეყანა და როგორ ეცემა მისი პოპულარობა და ნდობის რეიტინგები, პუტინი ცდილობს რუსეთის მდგომარეობა დამალოს საკუთარი ხალხისგან. მაგრამ მას რეალობასთან შეჯახება უწევს. როგორც UN-მა 11 ივნისს გაავრცელა, კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის ფინანსური რეზერვები თითქმის ამოწურულია. ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1.8%-ს შეადგენს, რადგან ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები ძლიერად 45%-ით შემცირდა. შრომის დეფიციტი, რის შესახებაც ნაბულინამ გააფრთხილა, ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა წარმოების ზღვარს მიაღწია და ამ წარმოების უმეტესობა ომზეა კონცენტრირებული და არა ხალხზე. სხვა გამოკითხვა, ამჯერად ნესტის ცენტრის მიერ ჩატარებული, აჩვენებს, რომ რუსეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ხალხში უკმაყოფილების გაუმწვევი ფაქტორია. ამ გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ რუსების მხოლოდ 15%-ს აქვს დადებითი მოსაზრება პუტინის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ხოლო მე-13 უარყოფითად აფასებს მას. კვლავაც გამოკითხვებიდან ჩანს გაბრაზების ნიშნები, მაგრამ პუტინი არ ირღევა. ის იმდენად ჯიუტად ცდილობს უკრაინის დაპყრობას, რომ აგრძელებს რუსეთის უფსკრულში ჩაყვანას. ყოველთვე ათასობით ადამიანი იღუპება. საოკუპაციო ომის გასაგრძელებლად სულ უფრო მეტი ფულია საჭირო. მიუხედავად ამისა, პუტინი პასუხობს ბრძანებულებების ხელმოწერით რუსეთის არმიის რაოდენობის გასაზრდელად, რაც მხოლოდ ამ პრობლემებს ამძიმებს. მარკაევი მარცალია. რუსეთის სოციალური აფეთქების ზღვარზეა. მაგრამ უმეცარი პუტინი ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ ეს ახლოვდება. ის ზღუდავს და უარყოფს, ყურადღებას ისე უკრაინაზე ამახვილებს, მაშინაც კი როცა განგაშის ზარები რეკავს და გაფრთხილებები ისმის. რუსეთი დაშლის ზღვარზეა და სწორედ პუტინი უდგას ამ პროცესს სათავეში. შესაძლოა თავად პუტინი იყოს ის, ვინც რუსეთს და დედს და მის უკრაინასთან დაკავშირებულ ამბიციებს გაანადგურებს, მაგრამ უკრაინას ბევრი დახმარება არ ჭირდება იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ცუდი გადაწყვეტილება იყო პუტინის შეჯა. წელიწადზე ნაკლებ დროში უკრაინის მიერ წარმოდგენილმა ბრწყინვალე ახალმა ტაქტიკამ 100,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. ეს ის რამეა, რაც პუტინს ღამით არ აძინებს და სწორედ ამიტომ საკუთარ ქვეყანას დაღუპვისკენ უშვებს, რადგან მთელ ძალას უკრაინაში დებს. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და არ დაგავიცლეთ გამოიწეროთ The Military Show, თუ გსურთ იხილოთ ჩვენი ანალიზი პუტინის მრავალ მარცხზე და იმ რისხვაზე, რაც ამის შედეგად რუსეთში გაჩნდა. მადლობა ყურებისთვის.